მესამე და ვართ ჯერ კიდევ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში. თურქეთში. აი როგორი ბედნიერი ვარ, იცი, აი პროსტა ისტორიის გზაგასაყარზე ვდგავარ, ეს დავაღეთ თუ არა 30000 კოღო შემოვარდა. აი ამ ქალაქში ვარ ალბათ მეხუთე და ამ ადგილას ცხოვრებაში არ ყოფილი ვარ, ყოველთვის რაღაცა ავტობუსის გაჩერება, რაღაცა ტურისტული ადგილი, რაღაცა იქა დიდი ბაზარი და მთელი ამბავი და აი შოქში ვარ, მომტრამხილა რა, პროსტა გახედეთ, შეხედე რაღაცა საოცრებაა რა. ჩემს უკან სადაც თვალი წდება, ყველგან ჭიდრო დასახლება და ხალხია რა. სრული საგიჟეტია და ბედნიერი ვარ, იცი, აი პროსტა ისტორიის გზაგასაყარზე ვდგავარ, ეს და ძალიან ბევრი ხალხია, ძლივს მოვაღწია აქამდე. ძალიან მაგარია. ჩვენი შემდეგ დანიშნულების პუნქტი ეს არის. ახლა საბერძნეთში გადავდივართ რა, რაღაცა ძალიან სოფლის გავშვები პუნქტით გადავდივართ. თურქეთიდან და ხო ჩვენს გარდა რა ვიდან არის მე მგონი საერთოდ აი დაახლოებით 2 მანქანაა და ჩვენ. სულ ეს არის განახლება. იმედია მოწყენილობისგან არ ამომაქექინებენ ამ მანქანას ახლა. მოიცადე. აი ჩვენს წინ 1 2 3 მანქანა და ჩვენ. თურქეთი, საბერძნეთი. შემდეგი ქალაქია საბერძნეთი. ავედით.
არა? მოიცადე. მოყევი, ვიცი. ეხლა თურქეთიდან გავდივარ საზღვარზე გამშვებზე და ეს ხო გავაღეთ, просто საბაჟო კონტროლიო რა. მესაზღვრე გავაღეთ თუ არა 30000 კოღო შემოვარდა. აუ როგორ ვარ? კოღოებს შეხედე, არ ვიცი როგორ დავინახო, სულ კოღოებია. როგორ განახოთ? აი, შეხედეთ კოღოები. აი ხლა იმედია ესენი ყველა მამლები არიან. თუ დედლები? დედლები არის კვინები. დედლები კვინებიან. მამლები, აუ რამდენი კოღოა. ღამის 11 საათია, ეხა გადმოვჭერეთ საზღვარი. უაზროდ მშივრები ვართ. ესეთი ძალიან ლამაზი საყვარელი ადგილი. აღმოვაჩვინეთ. ხო და თევზის რესტორანია რა. როგორ საინტერესო რესტორანში ვართ ახლა, რომ თევზები აი ესეა დაალაგებული. 800 არჩევათ შეძლოს, რომ მიხვდეს. ამან ამომიგდო 15 €. კაი, ეგრე იყოს, ხო. აი ესე იგი, თან ანახებს, რომელი თევზსაც აირჩევს, იმას შეუწვავს. Yes. Okay. And bread. აი, ერთი ძაძიკი მოგვიტანეს. ანახეთ აი. და ახლა დაველოდებით თევზს. გახუხული ცხელი პურია კიდე. თემნაი. როგორ ნებივრობს? ესე იგი გუშინ გადმოვკვეთეთ თურქეთის საბერძნეთის საზღვარი. ძალიან დაღლილები ვიყავით და რო არ გავჩერებულიყავით და დაგვესვენა. აი არ არსებობდა, იმიტომ რომ საჭესთან რამის დაგვეძინა. აი ესეთი სასტუმროდ დავჯავშნე დილიდან ბასენში ნებივრობს ვაჟ ბატონი. ჩვენ დღევანდელი დანიშნულების წერტილი არის ალბანეთი. გზაში დაახლოებით 8-9 საათი მინიმუმ გვჭირდება. აი ერთი ღამის სასტუმრო. აი ესე გამოიყურება. სუფთა ნომრებია, უბრალოდ აი ძველი, რემონტი რო სჭირდება ისეთი. ეს ჩვენი პიპია. წინ კიდე საინტერესო გზა გვაქვს. წავედით ალბანეთისკენ. გავჩერდით საქარემინის გასაწმენდად, იმიტომ რომ რო დადიხარ სწრაფად ეს მწერები ეტყპებიან ამ შუშას, მოკლედ ხელის თუ არ გაწმინდა საქარემინის საწმენდი ვერ ერევა, ესეთი ძალიან ლამაზი ადგილია, სადღაც საბერძნეთის რომელიღაცა სოფელში ვართ. გვეძებთ ახლა მაღაზიას, დღეს არის კვირა და კვირას, რა ვიცი, ალბათ ყველაფერი ისვენებს, იცით თუ არ იცით, არ ვიცი. შესაბამისად, რაღაცა ყველა სუპერმარკეტიც არ მუშაობს, ვეძებთ ახლა რაღაცა დიდ სუპერმარკეტს ან პატარას, რომ გავჩერდეთ და საკვები ვიყიდოთ. ეს იგი ჩვეულებრივი ქუჩაა, განათების ბოძებით და წერებს შეხედეთ საძიან. ესე იგი თურქეთშიც ესა იყო, ეხლა საბერძნეთში შემოვედით, საბერძნეთშიც ესეა. ძალიან საყვარლები არიან, ნახე. ესეც ჩვენი მაღაზია ლიდლი. მოვახციეთ როგორც იქნა. აუ წამოდი ახლა ყინულები უნდა ვიყიდოთ, რომ ამ იმაში მაცივებში ჩავალაგოთ, რომ რაღაც ცოტა საჭმელი შევინახოთ იქნებ, თორე რა ვიცი, ისე ძალიან ცხელა აქ, რომ არა და თბილისში და საქართველოში ახლა ისეთი კაი სიგრილეებია, რომ თითქოს არ იყოს და მომინდა. ესე იგი ბოსტნეული რა კიდე სულ და გულო პირველ რიგში რაც თვალში მოხვდა ეს არის ავოკადოს ფასი კილო დაახლოებით 7 ლარამდე აქ არის სულ ცომეულობები საკმაოდ დიდი მაღაზიაა საკმაოდ ფართო არჩევნით და თითქმის ყველაფერია. აუ, რამდენი ხანია ახლა საბერძნეთის გზაზე მოვდივართ და უკვე ალბათ მესამე ფასია. მე რამდენი? მე-6 ფასიან გზაზე შევდივართ. ხო, ვითომ არაფერი, ევრო ნახევარი, 2 ევრო ნახევარი და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ აი ბარსელონა და ვალენსიამდე ორჯერ ვიხდით მგონი და 6 ჯერ გადავიხადეთ უკვე ჯერ სალონიკამდე მიხელაგდომა. ასე რომ თუ თქვენს გადაწყვიტავთ მანქანით ჩამოსვლას, გაითვალისწინეთ რომ საკმაოდ ბევრი ფასიანი გზებია, რომლის გადახდაც მოგიწევთ.
გაიღალა ჯდომით. რა გადაწყვიტა? ირბინოს, ეხა ხო აღირსი რომ წავიდე და დავტოვამ შუა იმაზე ტერმინალზე. მოკლედ მოვხვდით ერთ-ერთ ძალიან ლამაზ კურორტზე. სახელი არ მახსოვს. რა ქვია თემო ამ კურორტს? იონანინა. პატარა ტბა აქვს ქალაქის ცენტრში, და ამით იზიდავს ძალიან ბევრ ტურისტს. ძალიან ლამაზი ქალაქია, სამწუხაროდ დღეს ვერანაირად ვერ დავჩებით ამ ქალაქში.